ყველაფერს განახებთ რა როგორი პროცესია, როცა ორი ქართველი ძმა მოგზაურობს ამერიკაში კერძო თვითმფრინავად. Last day was filled with slaps, I guess gotta run this shit back. Didn't like the way this shit went down after it was I admitted it turned to a beast. It's that shit right here that get me going. After I pop me a piece, way that we killing the critics and killing the hate. Might gotta talk to a priest. The way we evolved and knock down walls, this shit's outrageous. გიბრუნდებით ყველას, ძალიან მაგარი ვიდეოთი გიბრუნდებით. ბევრი თქვენთაგანი გვეკითხებათ თუ გადაგვიღოთ ისეთი ვიდეო, რომელიც ასახავს ერთ კვირას ჩვენთან ერთად და როგორ ვატარებთ ჩვენ დროს და რა საქმიანობთ და ამიტომაც ამ ვიდეოში ნახავთ ყველაფერს და იმედია მოგეწონებათ და ეხლა დავიწყოთ ჩვენი კვირა. ვინ წარმოიდგენა რომ ეს Lamborghini Urus ესეთი პრობლემატური იქნებოდა. უკვე მეორეჯერ მესამეჯერ ანთო check engine light არ ვიცი აგერ შეხედეთ. არ ვიცი. რა უყო? ეხლა მივიყავ სერვისში, წავიყავთ, გავაწმენდიოთ არ ვიცი რა ჭირს. დანარჩენ მანქანებზე მე მოგიყვებით რა ჭირს და როგორ არის ის მანქანები. სამი მანქანა აღარ ყავს. Tro studiam შემთხვა სამივეს ერთი გაკეთებადია მგონი და არჩენი აღარ იქნება გაკეთებადი და შევა თბილისიც გამოგზავნოთ ის დანარჩენი ორი. McLaren კი გასაკეთებათა გაჩერებული, განახებთ მე ფოტოებს და სურათებს ალბათ აქ დავპოსტავთ სამე. ორი თვია McLaren-ი არ გვინახავს. გვინახავს რა, ანუ არ გვიტარებია, შოპში აყენია. მოვერთა, ნახოთ რა მანქანები ყავთ ამათ. შევიდეთ აგერ. დავშტობეთ მანქანას. აგერ აყენია. აბა მოგვახსენე რა ხდება ჟორჟინიო დღეს დავამთავრე საქართველოში შეხვედრა როგორც ადრე გითხარით ვიდეოებში ვაკეთებ საქართველოს ძალიან საინტერესო ძალიან კრეატიულ ბიზნესს და თითქმის ბოლოში გავდივარ დიდი შეხვედრა არის ყოველთვის ვიწყებთ ესე დაახლოებით 9:30-ზე ან 9 საათზე და მომთავრებთ ალბათ 11-ან 12-ზე იმიტომ რომ ყოველთვის ბევრი სალაპარაკო არის შაკოს ველაპარაკებოდი და მომაფიქრე ესეთი კრეატიული რაღაც რომ ჩვენ საკუთარი ქეში რა გამოვიყენოთ გავწყვეტ რომ გავყიდოთ რაღაც ჩვენ ნივთები რაც სიმართლეობით ანუ საჭირო არ არის ესე რომ თქვა ანუ აი უბრალოდ დევს და აი ეხა ამ წამს ერთ-ერთი ეგეთი ნივთი რომელიც მაგ და შემიძლია ესე გავყიდო რომ do not lose sleep over ქართულად. რამე ვერ დავიძინე. თვალი დავხუჭო და გავყედო, იქნება აი ეს საათი იმის გამო რომ კი ვთქვი ადრეს ვიდეოებში რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და დავიტოვე და რაღაც, მაგრამ ალბათ გემოვნება გესრობა როცა უფრო იზრდები ესე რომ ვთქვათ და ამ გაზეთაში დღევანდელ დღეში ახლა შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ ტელეფონი ავიღო და დაურეკოთ ადამიანს ვინც მოყიდა ეს საათი ნიუ-იორკში და ნახოთ რა სიტყვის. სალამი. კარგად შენ? საკაიფოთ. აგე ხა ქვართ შაკოცაკ არის და ეს არის რა ეხა წეღავ ლაპარაკობდი რომ მეთქი რაღაც ნივთების გაყიდვას და რაღაც მეთქი ბიზნეს ვაპირებ საქართველოში რომ გავაკეთო. დავიწყეთ ეხა წინაზე ოქროები გავყიდეთ, მე კიდე რაღაცა ერთი მანქანა ვყავდა რომელიც ვაფშე აღჭირდებოდა ეგეც გავყიდეთ. და ეხა მეთქი რა ვიცი საათი ანუ ამ საათს ანუ ვიკეთებ. სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ისე ძალიან აღარ ვიკეთებ, იმიტომ რომ იმდენი საათი დამიგროვდა რომ ვიკეთებ უმეტესად პატარები რომლებიც მაქვს რა, Cartier Tanks ან Western საათს ვიკეთებ ხოლმე უმეტესად. აი და ეხა ანუ როგორ პროცესი როგორ იქნება გამოგიგზავნი იმას ლინკი შეავსე უბრალოდ და გამომიგზავნე საათი ჩემი watchmaker-ი შეამოწმებს ნახავს გახედავს გამომიგზავნის estimate-ს მაგის მიხედვით მე უკვე pay out. ოკეი, კაი ეგრე ვქნათ მაშინ. ოკეი. კაი, აბა ეს დიდო მადლობა და დროებით. შვენიერი ხალხო, ძალიან კაი ფაში გავყიდე ეს საათი, მართლა არ მოვდი, ყველაზე მაღალი ოფერი აქ მქონდა $19,000 და დიტომ 9.5 ქონდა. 9.5 ხო და დიტომ $500. აჯობა და იცის, იმიტომ რომ ეხა დიტოს უფრო ადვილია, ხო, იმიტომ რომ იცის ისტორია სად იყო, როგორ იყო. მაგიტომაც შემოთავაზა ესე რომ ვთქვა ტოპ დოლარი ჩვენ ნიუცე, რომელიც კიდევ ერთხელ ვიძახე, საქართველოში მართლა ძალიან კარგი ბიზნესი გამოადგება და აი ახლა აი მოდი ნახოთ ჩეფ ოფიცერის სიტყვები ამ ბიზნესში. ფულის გამოყენების მაგივრად თქო, ჯობია ჩვენი ასისტენტი გავყიდოთ. ესაც გაიყენება ძალიან მალე. Most გავყიდით, გავუშვათ კი ძალიან ბევრი რაღაც ნივთი აქვს, რასაც აღარ ვიყენებთ ხშირად, რასაც გავყიდით კოლექციონირებული ან ნივთები, ერთ განახედეთ რაღაცას მოიცანე. საერთოდ ჩვენი კოლექციური ნივთები ზოგი ძალიან ზვირიანია, ზოგი $500,000 ღირს და ჯერჯერობით არ ვაპირებ დაყიდვას მოიცავა განახოთ ახლა. ეს კოლექციური ბევრი რაღაცა აქვს, რასაც ფიქრობდი გამეყიდა, მაგრამ არ მინდა რომ გავყიდო. მოდი ამას ეს ხელგაც აღარ შევეხები. კრისტიანო! როგორ ნახნა?
ამაზე ჯერ ხელთმები აკეთე ისე ქერის. თუ გინდაგე აქედან შაკუშეხეთ გადიქნე შემოდის. ეს თლად ოფიციალურად ვიყოთ რა. გაწია. დათხარ? მოიცა. 3 2 1 დავაი. სუ ესეთი რაღაცა ვაქ აქ ხა ნახე ეს ხდება ესე რომ არ გაფუჭდეს კარტა ეს მინიმუმ 5000-დან 10000 დოლარამდე არის ამის ფასი მე ყავს ეხა იტო ძალიან ლიმიტირებული იყო ეს კარტა ჩვენ მეგობრებო ვინც ამის არტისტი არის საინტერესო საჩუქარი გავუკეთე ჩემ ძმას ჩემი ერთ-ერთი საათი გავცვალე ამაში რომელიც ძალიან ძვირადღირებული საათი იყო ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი ყველაფერი დეტალებში აი აქ ნახეთ ხუთ ოქროს ბურთი კრისტიანოსთვის რაც აიღო 4 არის 1 2 3 4 და 5 აგერაა. აქ აქვს ესეონოს ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგის ისა თასი და კიდე აქ მანჩესტერ იუნაიტედის თასი ყველაფერი. ყველაზე ლიმიტირებული კარტა არის ეს და 1-on-1 აწერია ამას, მაგრამ გამოშვებულია ესეთი ალბათ 18 ცალია გამოშვებული მხოლოდ და eBay-ზე ესენი ადიოდა 500-დან 10000 დოლარამდე მასში, როცა ახალი გამოსული იყო. ესე უნდა გააკეთო პროცესი. ნუ ეს გაიგზავნება ვინც მიიღებს ამ საათს, აქ არის ყველაფერი. და ეხლა გავაგზავნოთ ეს საათი, რომ მალე გადამიხადონ ნიუ-იორკიდან ფული. იმეილი მომივიდა, როგორ უნდა გავაგზავნო. და მითხეს, რომ FedEx-ის ლოკაციაში არ ჩააფაგეჯო, იმიტომ რომ ბევრი თვალი არის მაინც და არ გინდა მაინც FedEx-ის მომუშავემ მოიწევს, რომ 20000 დოლარიან საათს აგზავნი უკან. ნუ ბოლო მომენტები ხცვა სევდიანად ვარ, მაგრამ ერთი ის არის კაი, რომ ვიცი, რომ კაი რაღაცაში გამოდგება ეს ფული და ამის გამო უნდა გააკეთო sacrifice ადამიანმა. შენი ბიზნესისთვის. And then does this one goes into a box or you just ship it out like this? We ship it out like that. Okay, perfect. Yeah, I'll just get the receipt. Yeah. Okay. Thank you. Take care. აუტვირთავთ ჩვენ მეგობარ დიტოს shipping-ის ინფორმაციას მოიცა. ტელეფონმა გამიჭედა. iPhone რომელი 16-ია რა. ბოლო ნავალოდ ყარი რასაც ძახიან, მაგრამ აიცა შეთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინა გინდეს იყოს გინ ძველი თავარი მუშაობდეს და არ ჭედავდეს და ეს არის რა ეხა აქედან მივდივართ ეხა კიდე რაღაც მაგ გასაყიდი წამოდი განახო ვერცხლის მონეტა აქ რაღაც პატარა ოქროს ბრასლეტი არის და აგი აქეთ მაგ ოქროს ezerot დამჭერისავით რა და რაც მჭირდებოდა მაგ ყოველფერს გავყიდი რომ მithwes ნაკლები ჯართი მექნება სახში და ასე მე ფოთოც ავიღებ და მოვახმარ ჩემს საყოველთაო ბიზნესს And when they free is out gonna be a film, a Kodak. Shoot me pouring right above the rim. ხალხო, ისე დრო დაგვიდგა რომ უკვე მეორეჯერ გვიწევს კერძო თვითფრინავით ფრენა. ამჯერად მხოლოდ მე და შაკო ვიქნებით. ერთ-ერთი იმას ვიტყვი რომ უბრალოდ იგივენაირი ჯეტი მოგვიწია რომ გადავფრინდეთ მაგითი. აეროპორტში შევალთ და ყველაფერს განახებთ რა როგორი პროცესია, როცა ორი ქართველი ძმა მოგზაურობს ამერიკაში კერძო თვითფრინავით. და ეხლა რომ მივიღოთ ყველაფერს პროცესს განახებთ როგორ ხდება და როგორი მარტივი არის, როცა კერძო თვითფრინავით მიფრინავ კომერციული თვითფრინავიდან განსხვავებით. აი, იმაზე ვთქვათ, ეხლა ჩაცმულობაზე ვთქვათ, ეხლა მე ხო სუშავებ შუა გამოწყობილი და აუ ეს ვინა მომბაძა აგერ თვითონ მომბაძა 4 საათად ჩავიცვი მე და მომბაძა ეგრევე რომ ჩემი დიდი ძმასავიდან გამოვიყვება და მეც რომ არ დარჩეს ნაწყენიო ჩაცმულობასთან დაკავშირებით ერთმა ადამიანმა თქვა თბილისში 2017-16 წლებში რომ შავი ელეგანტური არისო რა და არა black is always elegant black is always თან ქართულად black is always elegant-ი არის მაგრამ რაღაც შეფერხება იყო ახლა დამირეკეს და გადაანაცვლა მოხდა თვითფრინავი გადავიდა სხვა პარკინგზე და ახლა ამათ ყველაფერი აირიათ მაგის გამო რა მაგრამ ყველაფერი მოვაგვარი და ახლა ნელ-ნელა მივყვებით ეს საკონჩი იმაშება ნუ ჩამიჭრა ამან წინ აი ეს უბრალოდ შეგამოწმენ ჩანკში შეხედავენ რაღაცას რა გიდევს ეს ჩანკში შეხედავ აქამდე არ გავუკეთებთ ეს რაღაცა მოგეთ მოვეთ ეხლა და ერთ სათიმა ვინც ჩაგვიჭა წინ მაგან აგვირია ძალიანად ჩვენი გრაფიკი იმიტომ მოვეთ ეხლა მაგის ჯეთში ვარ და უნდა ყოფილიყავი ჩვენ ჯეთში და ისწავლიდა ჩვენ ჯეთში I won't doubt it, I won't. He won't mislead all his followers. Praying on the process, mind and spirit. Feel like ჩავდე საბოლოოდ მაიბახეს კლასში ეს იზრდება ჩვენი კვირის მოგზაურობა ეს აქ აგერა ტელეფონში ჩავარნილი პილოტები დაყავებულები არიან ეხეზე ესე გადავხედავთ კალიფორნიის სანაპიროებს და დავუშვებით ცოტა ხანში მამოტის თაზე გავაგზავნოთ იქიდან საქმეებს და ვიხევთ რაღაცებს ეხლა workout ჩვენ საყვარელ ადამიანს არის და ჩემი რა არის იმაზე ბედნიერება რომ ანახებ ესეთ ჩვენი ერხეთს გარეთ ყველაფერი ეგა ჩვენთვის თავარი მიზანიც ეგ არის რომ აგე
სალამი დედა. გაუმარჯო. აგე შეხედე. როგორ მოგწონს აგე ხედები აქ? აუ ფრენდით კიდეს და ნახე რამდენი ხალხი ვართ მარტო აგე ეს ერთი აქ საქართველოს ახი გვიყურებს აგე პილოტები და აგე ჩვენ ვართ მარტო აქ იმასაც დავამატებ რომ დედაჩემი როგორც თქვი ჩამოფრინდება ამერიკაში აუცილებლად წამოვიყვანთ და ჩვენ გვერდით იქნება და ამას ვიდეოშიც ნახავთ ყველაფერს ეხლა მოდი ოჯახური ის ქონდეს ლაპარაკი ანუ სიტყვაზე ვიტყვეს რაღაცა აი მახსოვრეთ ყველამ ესეთ რაღაცას როცა აკეთებ ყოველთვის გააკეთე ისე რომ შენი ოჯახიც მე 100 ამორო და ჩვენთვის ყველაზე კარგი ეგ არის რომ ჩვენ ამისა რაღაცებს რო გავაკეთებთ მე დარწმუნებულები ვართ რომ შევძლებთ იგივე რაღაცა გავაკეთოთ და დედაჩემის ჩამოვა აქ და მაგას ვიძახი აგერ აქ ჩვენს არხზე რომ თქვენ იქნებით მოწმეები და ყველა ნახავთ იმას რომ დედაჩემი ჩვენთან და აგე აქ ესე იჯდება და გადავფრინდებით რავი სადაც მოგვესურვება რა ამჯერად დედაზგულები აღარ გინდა ლამბო ხა აღარ გაჩერდი აღარ გინდა არ შემარცხინო ხა ყოველთვის ეცადეთ რომ ნეგატიურობას პოზიტივით უყურო შეეცადეთ რომ სიკეთე აკეთო ყოველთვის და იყო ვინც ხარ და რაც ხარ არასდროს არ შეეცადეთ რომ შეიცვალო ჩემი ყველაზე კარგი რჩევა იქნება არავის არ შეგსურდეს არ გაბოროტე არავისთან ცუდი არ გინდოდეს ყოველთვის ეცადეთ რომ ყოველთვის კარგი გინდოდეს ყოველთვის იმიტომ რომ კარმა მე კარმის მჯერა კარმა ძალიან დიდი რაღაცაა რომელიც სანამ ბუმერანგი მიბრუნდება და ძალიან ბევრი როგორ ვიტყათ მაგალითი მქონდა ცხოვრებაში კარგი კარმისგან ასევე ცუდი კარმისგანაც და მაგიდან ვისწავლე ყველაფერი ადამიანმა ყოველთვის ისწავლო შენ შეცდომებს და აღარ დაუშვა იგივე შეცდომები აღარ ასწორდეს არავის ჭკუისწავლებას არ ვსლობ იმას გეტყვით რომ მოусმინეთ ხალხს ვისაც თქვენთვის კარგი უნდა და რჩევა უნდათ რომ მართლა მოგცენ რომ მე დღემდე ყველას გამიღებს რჩევებს მაგრამ მე მევაკეთებ გადაწყვეტილებას გავითვალისწინებ რჩევა თუ არა მაგრამ დაიმახსოვრეთ სიკეთე 10 თავი ჯობია სიბოროტეს და ბოღმას და შურიანობას. ამიტომ აკეთეთ სიკეთე ყოველთვის. ზუსტად 2017 წელს ჩამოვედი პირველად ამერიკაში მე და შაკო. და 9 წელი დაგჭირდა ზუსტად იმისთვის რომ მოსულიყავით აი აქამდე ეხლა სადაც ვარ. და მინდა უბრალოდ ყველას გითხრათ რომ ზოგს რო გონია რომ ამერიკაში სამოსვლა არის ძალიან მარტივი და ანუ ხედავენ უბრალოდ მარტო შედეგებს მინდა იცოდეთ რომ ამ 9 წელს განმავლობაში ძალიან ბევრი შრომა და ძალიან ბევრი ოფლი დავღვარეთ იმისთვის რომ მოსულიყავით აქამდე. და ამიტომ არ დაიჯეროთ ის ამბავი რომ ამერიკაში ცხოვრება და გაჩერება მარტივი არის ამერიკა ყოველთვის არ არის მაგრამ უბრალოდ მინდა მეთქვა თქვენთვის რომ ძიმე შრომას თუ გაიღებთ აუცილებლად ჩადებ ამ შრომას ყველაფერი აუცილებლად გამოვა და შეიძლება კერძო თუ ფინალში არა მაგრამ შენი მიზნები რაც გაქვს მაგას აუცილებლად მიაღწევ Me and my bros when the story gets told it's gonna be BMF this shit sound hard it wasn't made easy you can't live twice thank God I'm breathing we gotta go now one life live it right now one life live it in ჩამო ძალიან აცარცივა ჯერჯერობით მაგრამ ძალიან კაი ატმოსფერო არის well Here's some more bags in the back. no that's just it it's pretty This is your first time here? yeah Nice, well welcome. thank you we just came here for a day and then we're going to go back tomorrow Nice. ძალიან მაგარი სერვისი იყო thank you წავიდე მანქანა რაც მოგცეს ის ავიღოთ ეს რა მანქანი ჩამოხვედი ახლა სამწუხაროდ ჩემი ბუგატი დაყენებული იყო და ეს eco-friendly მანქანა მომწეს რომ ბუნებას დაეხმარე თუ შეგიძლიაო. ძალიან დიდი იმედგაცრუება. ყველაფერი იკეტება 4 საათზეო. არ ვიცი აჭით ამ snow resort-ებს რა თქვია. ძალიან ცუდი როგორც გიო იძახდა კოლორადოში. იგივე ამბავია რომ ბევრი არაფერი სანახავი არის, უბრალოდ მთა არის, სათხილამურო კურორტი არის. ეგრე არის, მაგიტომაც იყო ჩემი წინა ვიდეო ძალიან მოკლე. მაგრამ მაინტერესებს დაწერეთ კომენტარებში საქართველოში ეს რა 4 საათზე გონდოლა რო იკეტება ხოლმე და რაღაც თუ გონდოლა ნუ ეს კარტი რაც ქვია. გონდოლა ქვია ქართულად. ხო. და გონდოლა თუ იკეტება ეს ამ დროს, რა იმიტომ რომ მაგრამ მაინტერესებს იმიტომ რომ რავი მზე არის მაგა გვინდა იქ წავე ფეხთავის ერთს თოლს შევეხო მაინც. მოგეთ მე მობეზრებული მაქვს და შაკო კიდე გაოცებაშია თოლი ალბათ რა 6 წელიწადში პირველად დაინახე არა? დიდი ხანია. ერთი კაი რაც არის ის რომ საჭმელი არის ღია და დღეს ვაფშე არაფერი მიჭამია საერთოდ და ჩვენი შეხვედრაც მე დაიწყება და ალბათ მე სახში დავაწვევით რა. რა გააკეთე ხანიან ჩავსრიალდებით. აა ვახ ჩემ ჩუმად ვერ შევიპარეთ იმაზე? ვახ ჩემ თოლს შევეხო მოიცავა. ედიტორებს ეხება თუ შეიძლება ამოჭერით ჩემი ძმა. აი ხანია მას წლებია ეს. როდი შეეხე? ჰა? თოლს ბოლოს როდი შეეხე? აუცი. აი პირველ თოლს შევეხავად ბოლო 9 წლის განმავლობაში. მე ვაფერე ვიპოვეთ, მაგრამ ჩამოსწრდები ახლა რაღაცა იმაზე ბორბალზე. ოღონდ რამე გავაკეთე, მაგაზე ვიყავი ფოკუსირებული. ნუ ეს ძალიან ცუდია იმანა გრაფერი.
აი ესე მიდის. თაბრუდავენ ხო მაგრა ოღონდ ძალიან და მატერიალა შეხედა რას გოით მოვდიოდი იცი მე შეიძლება თავი არ დამერტყმა მაგარი სახალისო იყო ერთხელ გავაკეთე ამაზე მეტი აღარ ხა 1 საათი ვიყიდა ეცად ეხა გიჟბორ ამაზე ვისაო 1 საათი აგიჟებულები არის ხო ნუ კაი ბავშვებისთვის მაგარი გავუსწრებად ბავშვები წამოიყვანოთ აქ და თაბრუდავენ ხო ძალიან კისერი მეტკინა და სახალისოა რა ოჯახი წამოხვიდეთ დილა საღამოსა დილა და შუა დღეს უფრო რა მე ყველაფერი იკეტება მოგეთ, ეხლა იმიტომაც ხვნეში ვარო. ძალიან დიდ აღმართზე მოგვიწება და შეგოს ასვლა. ამიტომ უნდა იყო ყოველთვის აქტიური და ივარჯიშო დარბაში, რომ აი ესე არ მოგივიდეს რა, მაგრამ ჩვენ მას შეხვედრა კარგად ჩაიარა, ყველაფერი რიგზე არის, ეხლა წავალ შევჭერ და მე დავაწვევით სახლისკენ. ხარ პირველი კითხვა ისმის შაკოსთან რა მომენტში მიხვდით რომ გამოგივიდათ და თქვენს მიზნებს მიაღწიეთ როცა და ჩემი გავაგზავნე დასასვენებლად დუბაიში კი და არ შემიხედია ბილეთები რა ღირდა არ შემიხედია სასტუმროში რამდენი გადავიხადი არ შემიხედია მძღოლს რამდენი მივეცი არ შემიხედია მანქანის ქირება ამდენი დამიჯდა კარტა მივეცე და დახარჯე რაც გინდა მეთქე ესე უთხარი მაშინ მივხვდი რომ შეგვეძლო იმ დონეზე ვიყავით ასულები რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთებინა და ანუ ჩვენთვის ანუ სიხალის მომტანი ის იყო რომ დედა ჩვენს გავუკეთეთ დედა ჩვენთან ერთად გავაგზავნეთ დედა ჩემის ნათლული და დედა ჩვენი დედა ჩემის და ანუ კარტა მივეცე და დახარჯე რაც გინდა თქმა ყველაზე ცვალ ანუ ისა გამიხადა და ჩემს ფული არ დაუხარჯე იმდენი რაც მეგონა რა დახარჯავდა მაინც დედა რო არის ხო უთხრება ფულს და ანუ ეგა მაშინ ყველა ეგრე მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ ფულს როცა გააკეთებთ ყოველთვის შეეცადეთ თქვენ მშობლებს ასიამოვნოთ პირველ რიგში შენ თვითონ მიიღებ მაქსიმუმებას იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი სიხარული მოაქვს მაგას ვიდრე აი შენ როცა წახვალ დახარჯა ფულს რაღაც შენ თავზე და იცი რომ შენი მშობლები ანუ ნებიობის გარეშე დატოვე რა ამიტომაც დაიმახსოვრეთ ყველა მე გააკეთეთ დამიჯერებს ბუდის სიხარულს მოიტას ეს ყველაფერი. რატომ არის მნიშვნელოვანი მოусმინო ის ადამიანებს, რომლებიც იმ დონეზე არიან, სადაც შენ გინდა რომ იყო? იმიტომ გაგიზიარებენ თავის გამოცდილებას. და იმიტომაც გაგიზიარებენ რომ ალბათ შენში თავენ თავს ხედავენ, როცა მაგ ნაბიჯებს გადიოდნენ და არ ყავდათ ისეთი ადამიანი, ვინც მათ გაუზიარებდა, ამ ნაბიჯებს გაუმარტივებდა იმ გზას, რაც მათ გაიარეს, მაგრამ ანუ უმეტესად ესეთი ადამიანები, ესეთი თავიანთი ექსპერიმენტის გაზიარებიდან იღებენ სიამოვნებას. ეხლა როგორც ჩვენ რასაც ვაზიარებთ სიამოვნებას ყველაფერს გულით ვაყენებთ. აქედან არაფერს სარგებას ჩვენ არ ვიღებთ, არც ფულს არ ვიხდის არავინ. ბევრი კომპანიასაც უარი უთხრათ გაზიარებაზე. იყო ბევრი კაზინოდან შემოთავაზებები, იყო ბევრი რაღაცებიდან შემოთავაზებები, მაგრამ არ ესაბამებოდა ეს ჩვენს ხედვებს რა. ამიტომ ჩვენ არ გავაზიარებთ ისეთ რაღაცას, რაც აქვს სიამოვნებს. ანუ ერთი რაღაც მინდა დაიმახსოვროთ ხალხო, რომ ვინც მძიმე შრომით მიაღწია თავიანთ წარმატებას, ხო? არასდროს აგდებულად და არასდროს ანუ ჩაკეტილი არ იქნება თავისი გამოცდილების გაზიარებაზე. იმიტომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ შევხვედრილავთ ხალხს, ვინც აი რაღაც როგორც გაიცი აი ატყობ რომ ფულშია დავადებული და ძალიან აგდებულად ანუ ლაპარაკობს თავის წარსულზე, ძნელია გადმოსცეს ყველაფერი, მაგრამ შენ თვითონ ნახო რა, იმიტომ რომ როცა უფრო ბევრ ხალხთან დაიწყებ networking-ს, იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრს ისწავლი, ვინ არის ფულში დავადებული და ვინ მიაღწია ამ ყველაფერს მძიმე შრომით რა. კითხვა ისმის ესეთი რომ თუ ხო ყველაფერი დაკარგე, რას იზარო ყველაფერი უკან დაიბრუნო. ნუ პირველ რიგში ალბათ აუცილებლად შევესწრები რომ სამსახური ვიშოვო, რომ ფული გავაკეთო და ამის შემდეგ რა თქმა უნდა გადავიდე ისე ჩემ ბიზნესის წამოწყებაზე. იმიტომ რომ ხა ნებისმიერ დროს შეგვიძლია ისეთი სამსახური ვიშოვოთ, რომელიც მინიმუმ $150,000 მოგცემს. ისეთი რეზუმე აქვს ორივეს, რომ პრობლემა არ იქნება ჩვენ სამსახურში არ ვიყვანოს. არავინ. და ნუ ის მაინც ვაკ პლან B-სავით ესე ვთქვათ, რომ სულ ყველაფერი დავყარგოთ ხო სამსახურს ვიშოვით მეორე დღეს კარგ სამსახურს. და ამიტომ ანუ მაქონეს სკილები ყველაფერი ანუ შენს მარაგში ესე ვთქვათ, რომ გამოიყენო ესეთ კრიტიკულ მდგომარეობაში. მაგ სამსახურსაც იმიტომ იშოვი, რომ უცებ ფული გააკეთო და მე ისევ ის ფული გამოიყენო და მე ჩადო შენ ბიზნესში რაღაც ახალ სტარტაპში რა. კი ანუ ყველა ვისაც გაქვთ ანუ ენტრეპრენეურის ცოტა მაინდსეტი ესე რომ ვთქვათ, ეგ უნდა გქონდეს ყოველთვის რომ
რომ სამსახურის დაწყება არ არის გრეხის სხვასთან, ანუ თუ მუშაობ, მაგრამ თავარი არის თავში ის არ ქონდეს გამჟდარი, რომ მოდი მე ამ ადგილას ჩემთან ცხოვრებას ავაგებ და ამ ხელფასზე ვიქნები დამოკიდებული. არა, ეს სამსახურის ოფისი რომ უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ ისწავლო რაც შეიძლება მეტი სკილი, რაც შეიძლება მეტი ფული დაზოგო, რომ როცა ერთ რაღაცა ეტაპზე რომ მიხვა, თქვა რომ მე всё, მორჩა, მინდო ამ სამსახურიდან და ჩემ ბიზნესს ვიწყებ. ან ჩემი ბიზნესი უკვე იმდენ ფულს აკეთებს, რომ მე აღარ მჭირდება ეს სამსახური და ეგაა ყველაზე მთავარი რაღაც. და ამიტომაც ვქი მე პირველად სამსახურის დაწყება. რა არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელსაც საზოგადოება ახალგაზრდებს ასწავლის? მე პირდაპირ სკოლა გჭირდება. აი ზუსტად მაგას ვაპირდი მე თქვა. სკოლა გჭირდება, რომ წარმატებას მიაღწევა. ანუ მე ვფიქრობ სკოლა იყოს გაყოფილი რამოდენიმე ნაწილად, სხვადასხვა განხრის მხრივ. შენ თუ გინდა თქვა ინჟინერი გამოხვიდე, შენ თუ გინდა რომ ექიმი გამოხვიდე, შენ თუ გინდა რომ ადვოკატი გამოხვიდე, სკოლა იყოს მათთვის, ვისაც ეს ამ სპეციალობის არჩევა უნდა. სკოლაში ბიზნესის სწავლება არის სრულიად ტყუილი. ჩემი პერსონალური გამოსახედიდან გავიარე 2 წლიანი კოლეჯი, გავიარე 4 წლიანი კოლეჯი, გავიარე მაგისტრატურა, სადაც დოქტორატურაზე ჩავაბარე. არის გადამიწყვეტია ჯერ, მაგრამ ბიზნესის სწავლა გინდა სკოლაში და უნივერსიტეტში არის ტყუილი. არაფერს არ გასწავლიან ბიზნესთან დაკავშირებით. გასწავლიან ყველაფერს, რასაც ბიზნესი შეიცავს პატარ-პატარა რაღაცას. გასწავლიან იმას თუ როგორ უნდა იმუშაოს სხვაზე. ხო, ანუ პატარ-პატარა რაღაცას გასწავლიან, მაგრამ მაგასაც გასწავლიან იმისთვის, რომ მოგამზადონ რომ ბიზნესის სამყაროში ვიღაცაზე იმუშაო, იმიტომ რომ როგორც გიორგი თქვა, ადრე მარკეტინგის გაკვეთილზე განა იმას გასწავლიდნენ, რომ თქვა არჩევან მეტა პლატფორმაზე გინდა ადების გაშვება, ან Google პლატფორმაზე ადების გაშვება, გინდა TikTok-ის ადები გაუშვა. მაგას ვერ გასწავლდნენ თუ შეხვედრას რომ მიდიოდი სამსახურის, როგორი face ასაცილებას ჩაგეცვა, რომ ანუ იმათ სერიოზულად აღექვი, ან ლურჯი ყოფილი იყო ან შავი. და ანუ ეს მეც რო გავიგე, შემიცვა სრულიად ანუ ხედვა სკოლის მიმართ ბიზნესის მხრივ, ჩვეულებრივად ბიზნეს სკოლაში არ გასწავლიან. ბიზნესი თუ გინდა რომ ისწავლო ადამიანმა, უნდა ისწავლო ნამდვილ სამყაროში, hands-on რა, ანუ ბიზნესი უნდა ისწავლო ხალხში. ესე ვიტყოდი რა. რა ფინანსური შესწავლა უნდა აერიდოს ახალგაზრდამ ყველაზე მეტად? ანუ ჩემი აზრით ყველაზე მეტად ახალგაზრდამ უნდა აერიდოს აზარტულ თამაშებს, კაზინოებს, რასაც არ ვემხრობი. ძალიან დიდი პრობლემა არის დღესდღეობით საქართველოში აზარტულ თამაშებზე, ძალიან ბევრი კაზინოა, ონლაინ კაზინო, რომელიც ძალიან ცუდად გავრცელდა YouTube-ის მეშვეობით, ასე ვთქვა, TikTok-ის მეშვეობით და ანუ მე ვიტყოდი, რომ რაც უნდა ფული აკეთო, ანუ სულ 5-10 ლარი ქონდეს, იმისეის არ ჩაიცხო მან ფული, რომ მოდი ამას გავამრავლებ, უცებ 2-ზე გამოვიტან, გამომდიდები და რაღაცას ისა. კაზინო რომ კარგი ყოფილიყო, ხო, ნებისმიერი ადამიანი, ანუ ბიზნესს დაიწყდა ხალხი, ხო? ყველაზე მარტივი ხერხი ფული შევისიქება კაზინო. ამიტომ აზარტულ თამაშებს თავი დაანებეთ, არ მოусმოთ ხალხსაც ონლაინში ხედავთ, მე ვფიქრობ, ეგ ფული შეინახეთ, რაღაც გიყვართ, რაღაც პატარა საქმე, იმას მიხეთ, ჩადეთ ფული, სულ რო ბრასლეტებია, ბრასლეტების დაკეთება დაიწყეთ, რაღაცა ეგეთი რაღაცა. უბრალოდ აზარტულ და კაზინოს და ეგეთ თამაშებს გაერიდეთ. ძალიან დიდი პრობლემაა დღესდღეობით საქართველოში. თავი დაიღუპეს მაგის გამო და ჩვენ არანაირად არ ვემხობით აზარტულ თამაშებს. არ მოაქვს კარგი არაფერი, დამიჯეთ, იმიტომ რომ ფერმა ხალხმა, რავი, საქართველოშიც გინდა, აქაც გინდა, ყველას აქვს ისტორია მოსაყოლი, თუ როგორ მოვიდა ამ ერთ ვიღაცა ტიპს, რომ მთელი ცხოვრება დაინგრია იმის გამო, რომ აზარტული თამაშების თამაში. მე მოყვება ვალების აღება, მოყვება მე ძალიან ბევრი უბედურება ოჯახის, მე ჩადება ლომბარდში რაღაცეების, ანუ ჩვენ ახლობლოსაც მოსულეთ, მაგიტომ საუბრობ მაღაზე რა. ანუ არ არის უცხო თემა ჩვენთვის მაღაზე საუბარი და ძალიან ტკივა გულში, რომ მოუწიათ სახლების დაკარგვა მაგის გამო რა. არასდროს არ არის სასიამოვნო, როცა ადამიანი აგეს ამ ყველაფერში ფულს. ამიტომაც ახალგაზრდები ვინც ხართ, არასდროს არ გაეკაროთ ამას გთხოვთ. ჩადეთ ფული უბრალოდ ბიზნესში, სულ რო წააგოთ, ეცადეთ რაღაცა ისწავლეთ რა. კაზინოში ფული წაგებული ფული არ დაგებუნება არასდროს. არანაირად გაკვეთილი ერთი ისაა, რომ მეორჯერ აღარ უნდა გააკეთო, ეგ ალბათ ეგაა რა.